მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, ძალიან მიხარია თქვენი დღევანდელი აქ ჩემს ვებინარზე ხილვა. მიხარია რომ ასეთი დაინტერესება გამოიწვია ჩემმა ამ შემოთავაზებამ ჩვენი პროფესიული ონლაინ შეხვედრასთან დაკავშირებით და ეს იმაზე მეტყველებს, რომ როგორც ჩანს, ნამდვილად აქტუალურია ის საკითხები, რასაც ვაჟღერებ ხოლმე და თუ კი მე რაიმე შემიძლია რომ ჩემი გამოცდილებით ან ცოდნით თუნდაც ცირედით მაინც ერთი იდეა მაინც მოგაწოდოთ და ასე ვთქვათ დაგეხმაროთ, ძალიან მიხარია ხოლმე ყოველთვის და ბედნიერი ვარ. თქვენ დიდ მადლობას მოგახსენებთ რომ მოხვედით, რადგანაც ეს დრო შეიძლება სულ სხვაგან დაგეხარჯათ, სხვა რამით ყოფილიყავით დაკავებული, მაგრამ მე უნდა დამithმოთ და ჩემთან ერთად გაატაროთ ეს უახლოესი საათი თუ საათნახევარი. მოკლედ ვინ ვარ მე ძალიან ბევრი ახლა აქ ვინც მესწრება დიდი ხანია მადევნებს თვალს სოციალურ ქსელში და შესაბამისად იციან ვინც ვარ ასე ვთქვათ რას ვაკეთებ მაგრამ ბევრი ახალი შეიძლება დამსწრეც არის მონაწილე და მათთვის ვიტყვი რომ ვარ ირმა მარკოზაშვილი ინგლისური ენის მასწავლებელი ძალიან დიდი ხანია ვასწავლიდი ჩვეულებრივად სკოლაში კონკრეტულად ქართულ ამერიკულ სკოლაში ვასწავლიდი ბოლოს. თუმცა მე ონლაინ რომ შემოვიდა სწავლება და ყველა ონლაინ გადავიდა, მეც გადავედი ონლაინ სწავლებაზე და მე უკან სკოლაში და ადგილზე აღარ დავბრუნდი. მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც ინგლისური ენის სწავლების, ასევე მეთოდიკის და ფსიქოლოგიის კუთხითაც, როდესაც იყო პროფესიული უნარების გამოცდები, ყველა საგნის მასწავლებელს ვეხმარებოდი ამ პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებაში. და აქედან მოკლედ მივიღე ის გამოცდილება და ის ცოდნა, რაც მაბედინებს, ასე ვთქვათ, და რის გამოც შემიძლია რაღაც ვთქვა მხრივ და მოკლედ დავეხმარო მასწავლებლებს, ვისაც ეს სჭირდება. ახლა რატომ გადავწყვიტე ამის ჩატარება? ამის ჩატარება გადავწყვიტე უბრალოდ იმიტომ, რომ ვიცი, რომ ცოტა პაუზაც მქონდა ამ მხრივ და ვიცი, რომ მასწავლებლებს ახლა აქვთ არდადეგები, ისვენებენ, შვებულებაში არიან და ზაფხული ყოველთვის მტკივნეულია ხოლმე განსაკუთრებით მათთვის, ვინც სკოლაში არ მუშაობს და ხელფასი არ აქვს და დამოკიდებულია კერძო მოსწავლეებზე. ან შეიძლება სკოლაშიც მუშაობდეს, ხელფასიც ჰქონდეს, მაგრამ არავისთვისაა საიდუმლო, რომ მასწავლებლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო არის კერძო მოსწავლეები. და აქედან გამომდინარე, ორი მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ზაფხულში მოემზადოს მასწავლებელი ერთი იმ მიმართულებით, რომ კერძო საქმიანობა აწარმოოს, როგორც რეპეტიტორმა, თუმცა ეს სიტყვა არ უყვართ, არ ვიცი რატომ ქართველებს და მეორე რომ თუნდაც სკოლაშიც გაითვალისწინოს, ვთქვათ, ის ცოდნა და გამოცდილება თუ სკოლაში ასწავლით, ან თუ ცენტრში ასწავლით, რასაც გაგიზიარებთ დღეს. რა ვებინარის თემატიკა კი იცით არის, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, ანუ რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა ზაფხულში, რომ სექტემბრიდან ნაყოფიერი სასწავლო წელი დაიწყოს. გავაზიარებ, კიდევ ერთს ვიტყვი, რომ როგორც ვიცი, აქ არიან როგორც ინგლისური ენის მასწავლებლები, როგორც მახსოვს, და ასევე სხვა საგნის მასწავლებლებიც მწერდნენ, თუ შეიძლება რომ ჩვენც დავესწროთო და შესაბამისად თუ ინგლისური ენის პრაქტიკული მეთოდური ვებინარი არ იქნება ზოგადი ვებინარი, რომელიც ყველა მასწავლებელს ეხება აბსოლუტურად. მე პარალელურად ჩატსაც წავიკითხავ ხოლმე და თქვენთან ინტერაქციაშიც ვიქნები, საინტერესოა თქვენ რასაგან სასწავლით და თუ მყავს ისეთები, ვინც ინგლისურს არ ასწავლიან და სხვა საგანს ასწავლიან და მაინც შემოვიდნენ ჩემთან დასასწრებად, კარგი იქნება ჩატში თუ იაქტიურებთ და დაწერთ. მოგესალმებით, მე ერთ-ერთი ვარ, ვინც თქვენი დახმარებით ჩავაბარეო ლელა. დიახ ლელა, მოგესალმებით, დიახ მახსოვხართ ნამდვილად, ძალიან მიხარია რომ ჩააბარეთ. კარგით, გავაგრძელებ. ახლა გავაზიარებ ეკრანს და უფრო გამიადვილდება, რომ აზრი კარგად გადმოგცეთ და თქვენამდე უფრო ეფექტურად მოვიტანო სლაიდების საშუალებით, რომ ვისაუბრო.
როგორც უკვე აღნიშნე, დღევანდელი ვებინარის სახელია და თემატიკა რა უნდა მოასწროს მასწავლებელმა ზაფხულში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. არ ვიცი თქვენ რას მოელოდით, მაგრამ მე ეს საკითხები მოვამზადე. ანუ მაინც უმეტესობა ინგლისურის მასწავლებელია, როგორც ვხედავ და მიხარია ძალიან. მოკლედ, პირველ რიგში გეტყვით, რომ აუცილებელი არის პირველი საკითხი, რომელიც ჩავსვი, ეს არის სისტემატიზაცია და სწავლა. რას გულისხმობს სისტემატიზაციაში? მნიშვნელოვანია სასწავლო მასალების მოწესრიგება და ახალი პლატფორმების ათვისება. არ ვიცი, რამდენად გიფიქრიათ ამაზე, ან თუ საერთოდ ფიქრობთ ამის შესახებ, მაგრამ ვიტყვი, რომ სასწავლო წელი რომ დასრულდა და ახლა გაქვთ თავისუფალი დრო და იგივე რომ არ გამეორდეს ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, ძალიან კარგი იქნება თუ თქვენ გააკეთებთ თქვენი მასალების სასწავლო რესურსების ინვენტარიზაციას. რას მოიცავს ეს? დღევანდელ დღეს ყველა ფერი არის გაციფრულებული. შესაძლოა კი არა ალბათ წიგნებით ასწავლით, მაგრამ წიგნების გარდა კიდევ გექნებათ უამრავი მასალა, რომელიც არის ფაილებში გაბნეული. ან შეიძლება ფაილებშიც კი არ გაქვთ ერთად მოქცეული და ამიტომ ჩემ ასეთ იდეას გაწვდით, რომ დაფიქრდეთ ამაზე და გააკეთოთ ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციაში ვგულისხმობ, ანუ დაახარისხოთ მარტივად. დახარისხება სად შეიძლება? რა თქმა უნდა, კომპიუტერის დესკტოპზეც შეიძლება შექმნათ ფაილები და ერთად მოათავსოთ ყველაფერი და გადაანაწილოთ, ან ყველაზე კარგი და ადვილი გზა არის ყველაფერი ხელთ რომ გქონდეთ Google Drive, რომელიც Gmail-ზე არის მიბმული და ეს ვიცი რომ ყველა მასწავლებელს აქვს და თუ არ აქვს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს. თან დღევანდელ ციფრულ ეპოქაში და AI-ის ეპოქაში უკვე ყველაფერი ციფრულდება, ალბათ უამრავი რაღაცები გაქვთ მომზადებული, შეძენილი, ვიცი რომ მასწავლებლები იძენენ სხვადასხვა რესურსებს და ეს ყველაფერი რომ დაახარისხოთ. ასევე სასურველია ამ ზაფხულის განმავლობაში კვალიფიკაციაც აიმაღლოთ, ან ახალი ცოდნა შეიძინოთ, ამასაც რომ დაუთმოთ. ოღონდ კვალიფიკაციის ამაღლებაში რატომღაც გამოცდა მოიაზრება ხოლმე, ან მოიაზრება რაღაც ოფიციალური ტრენინგები და სერტიფიკატების აღება. მე უფრო მეტად გამამახვილებდი თქვენს ყურადღებას მეთოდიკის კუთხით, მაგალითად YouTube არის უზარმაზარი საცავი ამ მხრივ, მით უმეტეს თუ ინგლისურის მასწავლებლები ხართ, რომ ჩაწეროთ შეიძლება ელემენტარულ რაღაცებს ვამბობ, მაგრამ უბრალოდ ყოველდღიურ რუტინაში გონება არ კონცენტრირდება ასეთ რაღაცებზე და გამოგჩეთ. ამიტომ ასეთ იდეას გაწვლით how to teach და რაც გაინტერესებთ ისინი ჩაწეროთ. დაწყებითებს ასწავლით, დაწყებითებზე ჩაწეროთ საძიებოში. თუ დასრულებს ასწავლეთ, დასრულებს, თუ reading-ის ნაწილი გაინტერესებთ, reading-ი, თუ კლასის მართვა გაინტერესებთ, კლასის მართვა და აი ყველაზე მტკივნეული რაც თქვენთვის არის, რაც რომ გადახედოთ ამ განვლილ წელს, ყველაზე მეტად რა კუთხითაც მოკლედ გვხვდებოდათ დაბრკოლებები, ის ერთი მიმართულება, რომ კარგად მოკლედ დაამუშაოთ. და ასევე მასწავლებელი დღესდღეობით თუ თავის გაყიდვებზე არ ზრუნავს, ის მასწავლებელი ანუ მე არ ვიტყვი რომ ცუდი მასწავლებელია, ის მას ცუდ მასწავლებლად არ ხდის, თუ გაყიდვა არის ის მასწავლებელმა, მაგრამ იმდენად კონკურენტული გახდა სამყარო, რომ თუ თქვენს პროფესიულ რეპუტაციაზე, ანუ ეგრეთ წოდებულ პირად ბრენდზე არ ზრუნავთ, მაშინ კონკურენტუნარიანი ვეღარ ხდებით. კონკურენტუნარიანობა ეხება როგორც კერძო მასწავლებელს, ანუ კერძო პრაქტიკაში მყოფ მასწავლებელს, ვინცაც კერძო მოსწავლეები ყავს, ასევე თუნდაც მხოლოდ სკოლაში ასწავლიდეთ იმ მასწავლებელსაც, რადგანაც იქაც გჭირდებათ მშობლების წინაშე ავტორიტეტი, იქაც გჭირდებათ კოლეგების წინაშე ავტორიტეტი და რა თქმა უნდა ბავშვების წინაშე ავტორიტეტიც და შესაბამისად გაყიდვაში არ იგულისხმება მაინც და მაინც ავიღო და რაღაც გავყიდო. ანუ გაყიდვაში
ვგულისხმობ თქვენი თავის გაყიდვას ან თქვენი თავის პრეზენტირებას, წარმოუდგენას იმ მხრივ, რომ რამდენად პროფესიონალი ხართ, როგორ ასწავლით, რა მეთოდებს იყენებთ და აი ამ კუთხითაც რომ გაამახვილოთ ყურადღება. შემდეგ სლაიდებში კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრებ კონკრეტულად რას ვგულისხმობ აქ. შემდეგი, ანუ ისევ წინა სლაიდიდან გამომდინარეობს ეს და არის სოციალური ქსელები და ახალი არხების ძიება. ეს სოციალური ქსელების გამოყენება სამწუხაროდ დღესდღეობით ხდება იმ მხრივ, რომ ახლა ასე ვიტყვი, რომ ძალიან ბევრ სფეროში უკვე სოციალური ქსელები არის მასხები. აუცილებლად აქვთ და ასევე მასწავლებლის უამრავ გვერდსაც შეხვდებით და თუ კი მათ შეძლეს და გააკეთეს, ალბათ თქვენც შეძლებთ და გააკეთებთ და შესაბამისად, თუ აქამდე არ გქონიათ, ან თუ გააქვთ დაიწყეთ და მიატოვეთ, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ და ეს ზაფხული ზუსტად მაგისთვის გამოიყენოთ, რომ ადამიანებს, საზოგადოებას, აუდიტორიას ესაუბროთ თქვენი თავის შესახებ, თქვენი მეთოდების შესახებ, თქვენი სასარგებლო რჩევები გააცნოთ, რომ სექტემბერი რომ დადგება, ერთი რომ შეგექმნებათ, ანუ სხვების თვალში შეგექმნებათ მყარი ნდობა და რეპუტაცია და მეორე რომ თუ კერძო პრაქტიკაში ხართ, თუ კერძო მოსწავლეებს ამეცადინებთ, მაშინ ესე იგი მაშინ მოსწავლების მოზიდვის და ახლა რომელი მასწავლებელი გაახსენდება, მაგალითად, ვინმე კითხა ასეთი სიტუაცია რომ წარმოიდგინოთ, ორი მშობელი საუბრობს და ამბობს, რომ მე ინგლისურის მასწავლებლის გამოცვლა მინდა და ხომ არიცი ვინმე. ანუ იმ წუთას გონებაში ადამიანს უტივტივდება ის ადამიანი, ვისაც ხედავს და სად ხედავენ ადამიანები ერთმანეს დღესდღეობით. ხედავენ სოციალურ ქსელებში. ყველა იქ არის, აბსოლუტურად ყველა იქ არის და ამიტომაც საჭიროა, რომ თუ არ გქონიათ, თუ არც იდეა არ გქონიათ, თქვენი პირადი გვერდები ყველას გაქვთ, მაგრამ სამწუხაროდ უმეტესობას აქვს როგორც თქვათ დაბადების დღის ფოტოების მისალოცი და უბრალოდ ნათესავებისთვის და ძალიან ახლო წრისთვის ფოტოების გაზიარების და ჩვენდადების კუთხით და ცოტა სხვა კუთხით რომ შეხედოთ, ეს ძალიან დაგეხმარებათ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში, ნდობის აშენებაში მთლიანად იმ აუდიტორიის წინაშე, ვისთანაც თქვენ მუშაობთ და ხართ და ასევე მოსწავლების მოზიდვაში. სხვა გზა დღეს მოსწავლების მოზიდვის აქტუალურად ასე და უფრო ეფექტური არ არსებობს. ადრე იყო რომ რჩევით და რეკომენდაციით მოდიოდნენ, თუმცა ეს თლად ასე კატეგორიულობაც ალბათ არ შეიძლება, იმიტომ რომ ახლა რომ წარმოვიდგინე სკოლის მასწავლებლები, ვის სკოლაში იცნობენ, ვისაც ასე ვთქვათ აქვთ სახელი, მათთან ისედაც მიდიან მოსწავლეები, მაგრამ ხომ ყველას არ ყავს იმდენი მოსწავლე, რამდენიც მას უნდა, რომ უზრუნველყოფილი იყოს ფინანსურად და შესაბამისად თუ თქვენ იმ მასწავლებლის კატეგორიაში არ ხართ, ვინც თქვათ ისეთ სკოლაში მუშაობს, საიდანაც უამრავი მოსწავლე მოდის მათთან რეკომენდაციებით, მაშინ სოციალური ქსელებია ერთადერთი გზა, რომ თქვენ მოსწავლეების რაოდენობა გაზარდოთ და არჩევანის საშუალება გქონდეთ. და აქ კიდევ ერთი რამეს ვიტყოდი, რომ მოსწავლეებს თქვენ კი არ უნდა ეძებდეთ, ანუ მასწავლებელი კი არ უნდა ეძებდეს, არამედ მასწავლებელი პირიქით ისინი უნდა გპოულობდნენ. ანუ თქვენ კი არ უნდა ეძებდეთ ვინმეს ნეტა მოვა მოსწავლე ან საიდან მოვიყვანო, არამედ გპოულობდნენ და სად გიპოვიან თუ თქვენს სიტყვას არ ამბობთ, თუნდაც სოციალურ ქსელში. საინტერესო არის აქ ვინც ხართ, თუ გაქვთ თქვენი სოციალური ქსელი, ვთქვათ, ალბათ Facebook-ი აქვს უმეტესობას, რატომღაც მასწავლებლების უმეტესობას, თუმცა ძალიან აქტუალური არის და კარგად მუშაობს Instagram-ის გაყიდვების კუთხით, გააჩნია ეს პრინციპში
რომელ აუდიტორიაზე გსურთ გასვლა, მაგრამ კარგით ავიღოთ, Facebook-ი ყველაზე პოპულარული და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ყველას აქვს Facebook-ის პროფილი და აი რამდენი მასწავლებელი არის აქ, ვინც გამოიყენებს ამ Facebook-ის პროფილს როგორც თავიანთი პროფესიული კუთხის ჩვენების მხრივ. არ ვიცი, ბევრი შესაძლოა, ბევრია ასეთი მასწავლებელი, მაგრამ მე მაქვს არასწორი წარმოდგენა, მაგრამ დიდი ალბათობით ალბათ ძალიან ცოტა არის. კარგით, ჩats გავხსნი, დაწყებით ვასწავლიო, მიხარია რომ შემგვერთდით და ვიწყე უკვე სხვადასხვა და ახალი რესურსების მოპოვებაო. ძალიან კარგი, დიახ და აი ეს მოპოვებული რესურსები უნდა დაალაგოთ ერთ იმაში, რა ქვია, ერთ ფაილში. მიხარია თქვენი აქტიურობა, თქვენს მოსაზრებებსაც გავიზიარებ და ამ კუთხითაც თუ რამე არის ისეთი კომენტარებს გავაკეთებ, ანა წერს რომ ყველაფერს ერთი წამით, ესე იგი, ყველაფერს ერთად დიდი ენერგია არ სჭირდება, როგორ გადაანაწილოს ისე დრო და ენერგია, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურად დავდოთ ჩვენი აქტივობებიო. ძალიან კარგი კომენტარია, ანა, დიდი მადლობა, ამაზეც უნდა მესაუბრა და რადგან კითხვა დასვით ახლა, პირდაპირ გეტყვით, რომ დიდი ენერგია სჭირდება სოციალურ ქსელების მართვას, მაგრამ თუ თქვენ ყველაფერი დახარისხებული გაქვთ, წინასწარ განსაზღვრული გაქვთ და მოწესრიგებული გაქვთ, მაშინ დღეში 1 საათი რომ გამოყოთ და დაუთმოთ როგორც სამსახურს, როგორც სამუშაოს შესაძლებელია ამის გაკეთება, რაოდენ დატვირთულიც არ უნდა იყოს თქვენი გრაფიკი. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ იმდენი ენერგია, როგორც ადრე სჭირდებოდა, ახლა აღარ სჭირდება, რადგანაც ხელოვნური ინტელექტი არსებობს, AI არსებობს, რომელსაც შეგიძლიათ დაუწეროთ მოთხოვნა პრომპტი, რომ გჭირდებათ, ვინ ხართ თქვენ, რომ ვთქვათ, ხართ ინგლისური ენის მასწავლებელი, მიანიჭოთ როლი, უთხრათ AI-ს, რომ ახლა შენ ხარ ჩემი, ვთქვათ, პირადი ბრენდის მენტორი, რომელმაც უნდა მართოს ჩემი სოციალური ქსელი და მითხარი რა თემებზე ვისაუბრო. თემებს ჩამოგიწერს, შემდეგ თითოეული ამ თემიდან აქცია პატარა პოსტებად პირდაპირ ასევე დაპოსტვა, რა თქმა უნდა, დროის მოგების მიზნით, მთლად გონივრული არ იქნება, გადახედავთ, წაიკითხავთ და უცებ დაპოსტავთ, ანუ არ გიწევთ იდეების მოფიქრება და წვალება. ანუ დღევანდელ დღეს ენერგია და დროც შემცირდა და მეტსაც გეტყვით, რომ ახლა ძალიან ბევრ სოციალურ ქსელს ადამიანები აღარ მართავენ, AI აგენტები მართავენ, ანუ მიბმული ყავთ თავიანთ AI-ზე და ის წერს ავტომატურად პოსტებს და წარმოიდგინეთ უკვე ვისთან გიწევთ კონკურენცია და თქვენ თუ დღესაც არ დაგიწყიათ და გსურთ რომ ბევრი მოსწავლე გყავდეთ, გსურთ რომ ფინანსურად იზრდებოდეთ და გსურთ რომ მუდმივი შემოსავლის წყარო გქონდეთ თქვენივე საქმიანობა, თქვენი ცოდნა, თქვენი პროფესიონალიზმი, ამაზე თქმა რომ დრო და ენერგია ჭირდებაო, დღევანდელ დღეს, თუმცა 3-4 წლის წინ მართლაც ყველაფერი თვითონ უნდა მოგეფიქრებინა, თვითონ უნდა დაგეწერა, მოგეგონებინა, ანუ კრეატიულიც უნდა ყოფილიყავი, გაბედულიც ყველაფერი და ახლა AI დაწერს და უბრალოდ დააკოპირებ, გადახედავ რედაქტირებას გავუკეთებ და გამოაქვეყნებ და ასე რომ დიდი შესაძლებელია იმის თქმა მინდა. ყველა სხვადასხვა გრაფიკი აქვს, დატვირთვა სხვადასხვა აქვს და ფიქრობ რომ შესაძლებელია. თუნდაც აი ამ კუთხით თუ შეხედავთ. მაქვს Facebook-ი და Instagram-ი და არასოდეს გამომიყენებია სწავლების კუთხით, მხოლოდ ვაზიარებ ხანდახან სხვის Facebook, Instagram-ი, ანუ ორივე გაქვთ. ვაზიარებ ხანდახან სხვის worksheet-ებს და ხვდები რომ ვწდები ძალიან დასაწყისისთვის ვაპირებ მოკლე რილსების ჩაწერას. მოკლედ, სხვისას რომ აზიარებთ, ამით არ ცდებით ნამდვილად. პირიქით, თუ თქვენ კოლეგების სხვის worksheet-ებს თუ პოსტებს თუ ვიდეოებს გააზიარებთ,
ეს ძალიან დიდი დახმარება იქნება იგივე თქვენი კოლეგებისთვის და თანამშრომლობა იქნება. ამაში ცუდი არაფერი არ არის. ანუ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ, ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთს მოსწავლეები წავართვათ არანაირად, შესაბამისად, იმიტომ რომ ყველა მოსწავლე მიდის თავის მასწავლებელთან, ასე ვიტყოდი. ის მოსწავლე, რომელიც ჩემთან მოვა და ჩემთან ისწავლის, თქვენთან არ მოვა. და თქვენთან ვინც მოვა, ჩემთან არ მოვა. აი ეს უცნაური კანონზომიერებაა და ამას მივხვდი ნამდვილად 100 არის. უბრალოდ აქ მთავარი არის თქვენ რამდენად აძლევთ თქვენს თავს უფლებას, როგორც პროფესიონალი გამომჟღავნდეთ, რომ თქვენი მოსწავლეები მოვიდეს თქვენთან. როგორ მოვა თქვენთან თქვენი მოსწავლე, თუ თქვენ არ ჟღავდებით, ასე ვთქვათ, არ ტრანსფერირებთ იმას, როგორი პიროვნება ხართ, რა შესაძლებლობები გაქვთ, რა მიღწევები აქვთ თქვენს მოსწავლეებს. აი ესენით რომ გააკეთოთ ძალიან ძალიან კარგ მოკლედ მყარ პროფესიულ საფუძველს შეიქმნით მოკლედ ონლაინ სივრცეში, ციფრულ სივრცეში, ასე ვიტყოდი. ეს კარგია, ცუდია, მოგწონს, არ მოგწონს, ამაზეც შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ სინამდვილეში უკვე სამყარო აქეთ გადაეწყო და ჩვენ თუ ვისხდებით და ვიტყვით რომ არა, ჩვენ ეს არ გვინდა, მგონი უკვე ანუ ჩამოვრჩებით ყველაფერს და ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც დასაფიქრებელია. ასე რომ გაზიარება ცუდი არ არის და თქვენ ამბობთ, რომ დასაწყისისთვის მოკლე რილსების ჩაწერას ვაპირებო, რილსების ჩაწერა, არ ვიცი, ჩემი გამოცდილებიდან ყოველ შემთხვევაში მარტივი არ არის. რილსები ეხლა აუცილებელი არის და მარტო პოსტები აღარ მუშაობს, მაგრამ მე აი პირადად ახლა დავიწყე რაღაც ვიდეოების ჩაწერა და ძალიან მიჭერს ამ მხრივ პოსტებს ძალიან კარგად ვწერდი და თავს იდეალურად გრძნობდი როგორც თევზი წყალში და ახლა ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან მიჭერს. აი აქაც თავისუფლად ვგრძნობ თავს ასე ვებინარის ჩატარებისას არც აზრების ასე ვთქვათ დალაგება მიჭერს, არც გადმოცემა, არც თანმიმდევრული მოყოლა, მაგრამ ანუ ერთწუთიან რილსის დროს არ ვიცი რა მემართება ვიყინები და მოკლედ ახლა ჩემი ჩელენჯი არის რომ აი ეს გადავლახო და შეიძლება ხარვეზებით, შეიძლება არ მომწონს საშინლად ჩემი თავი იმ ვიდეოებში, მაგრამ ვაიძულებ ჩემს თავს, რომ მე იმიტომ კი არ ვაკეთებ ახლა ამ ვიდეოების ჩაწერას, რომ იდეალური იყოს და ადამიანებმა მითხრან, ვა, რა მაგარი ისა ვიდეო ჩაგეწერია, არამედ იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩემს თავში ეს გადავლახო, ეს დავამარცხო და უბრალოდ უნარი გამოვიმუშაო. ფიქრობ თუ ყოველ დღე თუნდაც 30 დღე შეუსვენებლივ თითო ვიდეოს მაინც ჩავწერ რაიმენაირს და დავდებ, გამოვაქვეყნებ, არ შევინახავ, გამომიმუშავდება ეს უნარი და გამიადვილდება. ასე რომ თუ დაიწყებთ, მე ის გაადვილდება და იმდენი დრო და ენერგიაც არ დასჭირდება. დიანა ამბობს, რომ მე ჯერ არ გამომიყენებიაო. თუ არ გამოგიყენებიათ დიანა და არ იცით როგორ გამოიყენოთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, AI-ს უნდა კითხოთ, სპეციალური პრომპტებიც არსებობს, მაგრამ მარტივი კითხვაც რომ დაუსვათ, აი ჯერ არ გამომიყენებია სოციალური ქსელები ჩემი პროფესიული კუთხით და როგორ დავიწყო, ის მთლიან გეგმას გაგიწერთ და თქვენ მე ამოარჩევთ თქვენთვის სასურველ სტრატეგიებს და იმას გაითვალისწინებთ. მე გვერდი მაქვს გაკეთებული, თუმცა დროის ფაქტორის გამო ვერ გავააქტიურეო. ისევ ნერიკა თქვენს კომენტარს ვკითხულობ, ისევ იგივე იქნება აქაც გამოსავალი, რომ თქვენ კი არ გააქტიუროთ, AI დაიხმაროთ, უბრალოდ სისტემა შეიმუშაოთ, რომ ყოველ დღე, თქვათ, დილის 10-დან 11 საათამდე ვაკეთებ, მოკლედ ვუთმობ სოციალურ ქსელის ამბავს. ანუ ვწერ პოსტს თუ ვაწყობ ვიდეოს და 1 საათი რომ ამოიწურება, მერე გადადეთ, რასაც მოასწრებთ, ის გააკეთეთ. თუ დროში შეზღუდული ხართ, თუ გრაფიკი ხელს არ გიწყობთ. შემდეგი დღის 11 საათზე ისევ დაუბრუნდით და იქიდან გააგრძელეთ. და თუ ამას ყოველ დღე რაღაცნაირად ყოველ დღის 11 საათზე ამას გააკეთებთ, მერე 1 საათის ნაცვლად დაგჭირდებათ 40 წუთი. შემდეგ უკვე 9 საათი და შეიძლება ბოლოს 20 წუთშიც გააკეთოთ ის რაც მოკლედ მანამდე 1 საათშიც გიჭირდათ და გადადებდით. ვასწავლე ინგლისურ ენასო, სასიამოვნოა.
კი ეგრე მიცდია და მართლა კარგეო ანა მეუბნება, რომელსაც ესე იგი რის გამოც დავიწყე საუბარი, რომ AI დაიხმარეთ და ისე გააკეთეთ, თუ თქვენ იდეები არ გაქვთ, თუ თქვენ გწვენიათ რა დაწეროთ და ხალხი რას იფიქრებს და ახლა რისთვის დავწერე ეს, ასეთი შეგრძნებაც თუ გაქვთ, თქვენი დაწერილი არ იქნება, თუმცა იდეა თქვენზე მორგებული იქნება ის პოსტი, მაგრამ თქვენი დაწერილი არ იქნება, ხო, AI დაწერს და რაღაცნაირად პასუხისგებლობას იმას გადააბრალებთ და თქვენ თავისუფლად დაპოსტავთ, ასე ვთქვათ. როგორც ზუსტად ამბობთ ხოლმე იმას, რაზეც მართლა ვფიქრობ, დიდი მადლობა, მიხარია თუ ზუსტად მტკივნეულ ჭარებში ვიტყვი ადგილზე ვსაუბრობ, ანუ თქვენ რეალურ პრობლემაზე, რაც შეიძლება როგორც ასე სწავლების პრობლემა ეს არ არის, რა თქმა უნდა, ამით მასწავლებლები თავიანთ ცოდნას და პროფესიონალიზმს და გაკვეთილის ჩატარებასთან კავშირში არ არის, მაგრამ ვის უნდა ჩაუტაროთ გაკვეთილი, ისინი ხომ უნდა ყვავდეს და ამიტომ ამ კუთხით ვცდილობ თქვენთვის გაზიარებას ჩემი იდეების. მოგესალმებით, დიდი სიყვარულით, დამაგვიანდაო, სახელი არ წერია. ბოდიშით რომ ლათინურად წერ, თქვენ არა მხოლოდ ინგლისური ენის მცოდნე ხართ, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიც ხართ. მადლობა ყველაფრისთვისო, ძალიან დიდი მადლობა. ზოგი ტელეფონის ის არის, რა ქვია, სახელს ვერ ვხედავ. თქვენ ძალიან დიდი მადლობა ამის აღნიშვნისთვის, იმიტომ რომ ეს მაძლევს მეტ мотивაციას, რომ რასაც საუბრობ, ის გავაგრძელო. სოფო ვარო, სახელი რატომ არ წერია? არ ვიცი, ტელეფონის ნომრის რაღაც წერია. მოკლედ, კარგით. ზოგი სახელი წერია, ზოგის არა. როცა შემოდიხართ, მაშინ თუ არ ჩაწერეთ სახელი, ის თავისთვის რაღაცებს კრიფავს და ამიტომ ვერ ვნახე მოკლედ თქვენი სახელი. მოკლედ, აი ეს მინდოდა სოციალური ქსელების მართვასთან და მოსწავლების მოზიდვის ახალი გზების შესწავლასთან დაკავშირებით. შემდეგი რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს ყველაფერი მიედინება შემდეგ ფინანსებთან. ანუ ფასების ზრდა და პროდუქტის განვითარება. ესე იგი, ფასების ზრდა არის ჩვენს მასწავლებლების მოკლედ გაკვეთილების ფასების იგულისხმება, რა თქმა უნდა. ამას წინათ ერთ-ერთ ჯგუფში შემხვდა უცხოელი მასწავლებლის ქართულ ჯგუფში, ანუ ასწავლე და ისწავლე ინგლისური თუ რომელიღაც სახელი იყო ზუსტად არ ვიცი. უცხოელი მასწავლებლის პოსტი, რომელსაც ეწერა, რომ რატომ თანხმდებიანო ქართველი მასწავლებლებიო ასეთ დაბალ ფასიან გაკვეთილებს, ანუ რატომ აფასებენ თავიანთ შრომას ასე დაბალ ფასადო. და გაკვირვებული იყო, არ ვიცი რამდენი ლარი გამოდიოდა გაკვეთილი, 5 ლარი თუ 10 ლარამდე მოკლედ. და უამრავი მასწავლებლის კომენტარიც იყო, ინგლისურად იყო, რადგან ინგლისურენოვანი ესე იგი მასწავლებელი წერდა ამას და ესე იგი რომ მეც რომ ვადევნებ თვალ სხვადასხვა ჯგუფებში მასწავლებლების ფასებსაც და ასევე პრობლემასაც ეს ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია ალბათ თქვენთვისაც თუ ასეა თუ ასე არ არის კარგი იქნება თუ კომენტარებში გააზიარებთ თქვენს გამოცდილებას ფასებთან დაკავშირებით და მოდი მე ამ თემას ცოტა გავშლი. ესე იგი ანუ საფხული არის საუკეთესო დრო ახლა რომ ფასი კი არ გაზარდოთ ასე. ანუ ნახეთ, ერთი არის რომ ვზივარ ველოდები, როდის მოვა სექტემბერი, რომ მოვლენ ახალი მოსწავლეები და თუ წელს მყავდა მოსწავლეები, პირობითად ვამბობ ჯგუფში 100 ლარი, უნდა გავზადო ფასი და გავხადო 150 ლარი. ხო და რომ მოვლენ მოსწავლეები, ვეტყვი რომ ჩემთან სწავლა გახდა 150 ლარი. და დიდი ალბათობით თქვენ იმ მოსწავლეებსაც დაკარგავთ, ვინც გყავდათ. ანუ აი ასეთი არაარგუმენტირებული და პირდაპირი უხეში ზრდა იწვევს მოსწავლების კარგვას და ზუსტად აი აქ არის მასწავლებლების შიშიც მე ვფიქრობ, რომ თუ მოვუმატებ ფას, თუ გავზრდი, მაშინ ფული არ აქვს მშობელს, ან ვერ გადაიხდის თუ ზრდას სრულს ვასწავლი, შეიძლება გამექცეს და ისიც დავკარგო, ვინც მყავს.
რაც აქამდე ვისაუბრე, ყველაფერი ერთმანეთისგან ჯაჭვურად არის გადაბმული. თუ თქვენს პროფესიულ რეპუტაციაზე ციფრულ სამყაროში ზრუნავთ, თუ თქვენ რეგულარულად ტრანსლირებთ და აჩვენებთ თქვენს პროფესიონალიზმს, შესაბამისად, თქვენი ესე იგი მოსწავლეების რაოდენობაც იზრდება და ფასის ზრდისაც აღარ გეშინიათ. მაგრამ ის რაც თქვი, ის უნდა იყოს სისტემატიური და სისტემური. ერთჯერ ადის, ზოგჯერ ხანდახან არ მუშაობს. ასევე ერთი რომ უცებ მომატებული ფასი, მოდი ახლა ამბობენ რომ თურმე იაფად ვამეცადინებთ ქართველი მასწავლებლები და ჩემი მომსახურება უნდა გავზარდო, რა თქმა უნდა, ესიც გამოიწვევს მოსწავლეების დაკარგვას ან ძალიან ცოტა დაგრჩებათ. როდის უნდა გაზარდოთ ფასი? როცა მოსწავლეების რაოდენობა იმდენი არის, რომ მოკლედ გრაფიკში ადგილი საერთოდ აღარ გაქვთ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია გაზარდოთ, არ ვიცი, 20%-ით მაგალითად, ან 10%-ით. პირობითად რომ ვთქვათ, 20 ლარი მეტი დააფასოთ. და დიდი ალბათობა რომ ზოგი უარს იტყვის, მაგრამ ვინც დაგრჩებათ, დრო მეტი გაგითავისუფლდებათ და დარჩენილი მოსწავლეები მაინც გადაფარავენ, ანუ მომატებული ფასით, მაინც გადაფარავენ იმ დაკარგულ მოსწავლეებს. ასეთი ფასის ზრდა გონივრულია. მაგრამ თუ გსურთ რომ უფრო მყარად გაზარდოთ ფასი ისე რომ მოსწავლეების რაოდენობა არ დაგეკარგოთ, არამედ მოსული მოსწავლეებიც დათანხმდნენ თქვენს ფასს, ძალიან უნდა გაზარდოთ ღირებულება, ანუ არა დავაფასო ამდენი ჩემი სწავლება, არამედ ღირებულება უნდა გაზარდოთ. რა იგულისხმება ღირებულებაში? ღირებულებაში იგულისხმება, როდესაც ფასს უმატებთ, რა ემატება იმ მოსწავლეს, ანუ ძირითადად ალბათ აქ ვინც მესწრებით არიან სკოლის მოსწავლეები ყავთ და სკოლის მოსწავლეების მასწავლებლები და ამ კუთხით ვისაუბრებ. თუმცა ალბათ დასრულებზეც ვრცელდება ეს. მშობელი იხდის მოკლედ თანხას, ანუ დასრული ადამიანი იხდის თანხას. თქვენ მშობელს უნდა მშობლამდე უნდა მიიტანოთ ეს სათქმელი, რომ გაზარდეთ ფასი და თუ ღირებულება არ იცვლება, მაშინ ფასის ზრდას აზრი არ აქვს, ანუ დანაკარგში გადავხვალთ. ესე იგი, მაგალითად, რა შეიძლება იყოს ღირებულების გაზრდა? შესაძლებელი არის, რომ მაგალითად, თუ მყავს, მოკლედ, თუ ვატარებ კვირაში ორჯერ სტანდარტულად გაკვეთილს, კერძო მეცადინეობას გულისხმობ და მიხდიან 120 ლარს პირობითად. კვირაში ორჯერ ერთი მოსწავლე იხდის 120 ლარს. აი აქ ისევე ციფრული სამყარო ერთვება და ვეუბნები რომ დაემატება კვირაში მესამე გაკვეთილი. ოღონდ პირობითად ვამბობ, მაგალითს ვამბობ. ესე უნდა გააკეთოს ყველა, მაგრამ უბრალოდ მე ღირებულების გაზრდის, ესე იგი ახსნას ვცდილობ. ანუ რაღაც მეტი უნდა მიიღოს მოსწავლე და მის უკან მდგომა მშობელმა, ვიდრე თქვენი მომატებული ფასია. ამ შემთხვევაში თქვენი ფასის ზრდაზე საერთოდ არ იქნება აქცენტი და თავისუფლად გაზრდით. ანუ თქვათ ვამბობდი რომ კვირაში ორჯერ ატარებთ სტანდარტულად გაკვეთილს და ეუბნებით რომ მესამე გაკვეთილიც დაემატება, ოღონდ ეს გაკვეთილი თქვენ შეგიძლიათ კი არ დაუმატოთ პირდაპირ რეალური გაკვეთილი, ან დამატებით ინდივიდუალ, თქვათ ჯგუფშია მუშაობა და ინდივიდუალურად კვირაში თვეში ერთხელ ინდივიდუალური გამოკითხვა დაემატება. ანუ მაგალითისთვის მომყავს ეს უკვე თქვენის სასწავლო პროცესიდან გამომდინარეა. მოკლედ, კარგად მუშაობს თუ ფასის ზრდას გადაწყვეტთ და პირობას ცვლით. უფრო ასე თქვენ ხომ გეკითხებიან, თქვენთან რა პირობა სწავლის, თქვენი პირობები გაგვაცანი. ახალ სასწავლო წელს იგივე პირობით იქნებით და აი ზაფხულში რომ მოამზადოთ ეს სტრატეგია, რომ ახალ სასწავლო წელს რომ მოვლენ მოსწავლეები, თქვენ რა პირობით ხვდებით? შეიძლება ხვდებით ასეთი პირობით, რომ შარშან ჩემთან მეცადინეობა ღირდა 120 ლარი, კვირაში ორჯერ იყო მეცადინეობა, ახლა
გაიზარდა ფასი და წელს სიტყვა გაიზარდა ფასი ისე კარგი არ არის ჯობია არ თქვათ, ანუ იმიტომ რომ კონცენტრირება გაიზარდა ფასზე მიდის. ანუ უნდა თქვათ რომ ესე იგი მაგის გარეშე წელს პირდაპირ წელს ჩემთან მეცადინეობა ეგირება პირობითად ვამბობ 150 ლარი, თუმცა მესამე ესე იგი კვირაში კი არა თვეში ორჯერ დაემატა ტესტირების დღე. და თუ ადგილზე ასწავლით და თუნდაც ონლაინ ასწავლიდეთ. მაგალითად, ატარებთ ინდივიდუალურებს, ატარებთ ჯგუფში და ყავთ 3-4 ჯგუფი და ერთი დონის არიან, მაგრამ ყველას ერთად ხომ ვერ ამეცადინებთ და ესე იგი თვეში ორჯერ ანუ უმატებთ ორ გაკვეთილს, ხო? მთლიანად აერთიანებთ ამ მოსწავლეებს და ამ გაერთიანებულ გაკვეთილზე აწერინებთ ტესტს. ანუ თქვენ რეალურად სამუშაოს კი იმატებთ, მაგრამ არა იმდენად იმატებთ, რომ ის მომატებული ფასი თქვენ საწინააღმდეგოდ იყოს. და ასე მუშაობს მაგალითად ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ძალიან კარგად მუშაობს, თუმცა სხვა საგნის მასწავლებლებისთვისაც მაქვს იდეები მაგალითად ამასაც გავაჟღერებ, ახლა უცებ მომივდა აზრად, მაგრამ ინგლისურის მასწავლებლებისთვის ძალიან კარგი იქნება და ყველასთვის ეს ტესტის დღის მაგალითად დამატება ან მაგალითად ეგრეთ წოდებული speaking club-ის შექმნა, ანუ სასაუბრო კლუბის შექმნა, რომელიც თქვენი მოსწავლეებისთვის უფასო იქნება და ამ სასაუბრო კლუბი დაარქვათ და თვეში ორჯერ იქნება თუ კიდე კვირაში ერთხელ იქნება კიდევ ერთი მეცადინეობა, როდესაც სხვა ჯგუფებიდანაც გააერთიანებთ და მოკლედ რაიმე ესეც საერთო გაკვეთილს ჩაატარებთ. თქვენი საათი და ენერგია ერთი ხარჯება, სამაგიეროდ ის მომატებული ფასი კარგად მუშაობს და პლუს აქ მარტო ფულზე ხომ არ ვართ კონცენტრირებული. თავარია მოსწავლის შედეგი იყოს შესაბამისი, რომ ეს ის რა თქმა უნდა პირდაპირ ურტყავს ჩვენს პროფესიონალიზმს და ჩვენს სიტყვა ბრენდს ამბობენ, მაგრამ მე უფრო პროფესიონალური რეპუტაცია მომწონს რეპუტაციას და ნდობას. შესაბამისად ასეთი აქტივობების დამატებით თქვენ ზრდით ღირებულებას, იმიტომ რომ მოსწავლეს სთავაზობთ დამატებით სასწავლო სერვისს, რომელიც აუმჯობესებს მის შედეგს და მოსწავლის შედეგის გაუმჯობესებული შედეგი პირდაპირ აისახება თქვენს როგორც ფინანსებზე, ასევე თქვენს ესე იგი პროფესიონალიზმზე და რეპუტაციაზე და თქვენს ნდობაზე. აი ასე დანახული ფასის გაზრდა ვფიქრობ უფრო ესე იგი რაციონალურია და აი ეს სტრატეგია ახლა რაც ჩემგან მოისმინეთ, თუ მანამდე არ გიფიქრიათ ამ კუთხით, თქვენს თავზე თქვენს სასწავლო პროცესს მოარგეთ დააწყეთ, დაალაგეთ რას, ვის, როგორ შესთავაზებთ და აი ასეთი იდეით, რომ სცადოთ ფასის გაზრდა საინტერესო იქნება, რა რეაქცია იქნება და რამდენად გაამართლებს ასეთი მეთოდი. ისიც საინტერესოა, იქნებ ვინმეს უცდია კიდევაც ეს ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ, თუ ასეთი გამოცდილებები გაქვთ და გაგვიზიარებთ ძალიან გამიხარდება. ახლა გადავხედავ თქვენს ესა ჩატს გადავხედავ და გიპასუხებთ ან კითხვები თუ დაწერეთ ან თუ რაიმე კომენტარი გაქვთ, ქალბატონო ირმა, იქნებ ისეთი რჩევები მოგცეთ, რომელიც გამოადგება ისეთ გამოადგება ალბათ ისეთ მასწავლებელს, რომელიც კონკრეტულ ლოკაციაზე უკვე ცნობილია და უნდა რომ სასწავლო ცენტრი გახსნასო. ესე იგი, ანა, ძალიან კარგი იდეა არის თუ ლოკაციაზე, ანუ ადგილზე ასწავლეთ და იმდენად ცნობილი ხართ და ბევრი მოსწავლე გყავთ, რომ სასწავლო ცენტრი გახსნათ, ალბათ ეს კიდე ცალკე ვებინარის თემა არის, იმიტომ რომ ასე ახლა ერთი კომენტარით მე მთლიანი სასწავლო ცენტრის სქემა სტრატეგია მოქმედება, როგორ უნდა გაგაცნოთ. მაშინ ჩემი ლექციის თემატიკა შეიცვლება, საერთოდ არ მიფიქრი ამაზე, თუმცა სიამოვნებით ჩავატარებდი ამაზეც ვებინარს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ, ვფიქრობ ცენტრები, თუნდაც მოსწავლების მოზიდვის კუთხით და მე მათი შენარჩუნების. ერთია რომ ერთი მასწავლებელი არის ახლა რაზეც ვიზაუბრე, სანდო და რეპუტაციული, ასე ვთქვათ, თავის პროფესიონალიზმში
და მას ბევრი მოსწავლე ყავს და მეორეა ცენტრს რომ გახსნით და სხვა მასწავლებლებს აიყვანთ და აი იქ უკვე იწყება პრობლემები და შეიძლება ის მოსწავლებიც ვინც თქვენს გამომოდიოდნენ ვეღარ შეინარჩუნოთ და აი ამის მართვა ძალიან მნიშვნელოვანია როგორ უნდა მართოთ თუნდაც ის მასწავლებლები თუნდაც ის მოსწავლეები მშობლები და ამას ახლა ერთ იმაში ვერ ჩავატევ, ამიტომ ბევრ რისკთან არის, ვფიქრობ, ცენტრის გახსნა კარგია, ცნობადობა კარგია, მაგრამ აი ამ კუთხით უნდა იფიქროთ, შემდეგ სხვა მასწავლებლებს რომ მოიყვანთ, ეს პროცესი როგორ უნდა მართოთ. და აქაც ისევ რაც ვისაუბრე, ყველაფერი ისევ მოქმედებს აქაც, თუ თქვენ ცენტრს გახსნით, აუცილებლად სოციალურ ქსელში უნდა იყოთ დაფიქსირებული, თუ ცენტრს გახსნით, აუცილებლად პოსტებიც უნდა წეროთ და რეკლამაზეც უნდა იზრუნოთ, სხვანაირად ახალ მოსწავლებს ვერ მოიზიდავთ, თუნდაც ლოკალური იყოს და ადგილობრივი იყოს, რომ მოსული მოსწავლე გაჩერდეს და ასევე მასწავლებლებზეც ბევრი უნდა მოკლედ იზრუნოთ, რომ ისე ასწავლონ, რომ ეს მოსწავლეები შეგინარჩუნდეთ. ეს საკითხი როგორ ძალიან მაინტერესებს. მივიღებ თქვენგან რჩევას და გამოცდილებას, ეს ძალიან მტკივნეულია ჩემთვისო. მე კი რომელი საკითხზე გულისხმობთ, ალბათ ფინანსებთან დაკავშირებით, ფასების ზრდაზე თუ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით გულისხმობთ, არ ვიცი. ვაიმე 70 ფინანსები, ქალბატონო ირმა, დიახ, რაზეც საუბრობთ, იმაზე დავწერე და ცოტა ახლა მას შემდეგ წაიკითხეთ და იმიტომ არის თორე მაშინვე დავწერე. კარგი. ძალიან კარგი მეგი. და დიდი მადლობა, აი რა ვიცი, ყოველთვის საუკეთესო რჩევები გაქვთ და მადლობა. მიხარია ძალიან მეგი, იმედი მაქვს გამოგადგებათ ეს რჩევები, რა რაც თქმა უნდა. გაითვალისწინებთ და დიდი მადლობა. ვაიმე 70 ლარს ძლივს იხდიან სოფლებში, რადგან რამდენს არ მოუტანია და თქმაც მერიდებაო, გასაგებია, მადლობაო, კარგით ანა. ესე იგი, დიახ, ჩემთვის არ არის გასაკვირი და არც არავისთვის, რომ სოფლებში კონტინგენტი შედარებით ალბათ მაღალანაზღაურებადი არ არის და რომც ასე იყოს, მაინც მასწავლებელს ნაკლებს უხდიან. არ ვიცი ეს რა ფენომენია და რა ფსიქოლოგია, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია და მოდი ფაქტიდან გამომდინაროთ ვისაუბროთ. ფაქტია რომ სოფლებში და ასევე თბილისის და დიდი ქალაქების გარდა შეიძლება სხვა პატარა ქალაქებშიც თანხა იყოს 70 ლარი და შეიძლება იყოს 50 ლარიც. აქ არის ისევ მასწავლებლის პროფესიონალიზმი და სტრატეგიების შემუშავება, რომ ეს თანხა კი არის 70 ლარი, მაგრამ მე როგორ გავაკეთო ისე, რომ ერთმა მოსწავლემ გადაიხადოს 70 ლარი, მაგრამ მე მივიღო იმ გაკვეთილიდან მაგალითად 400 ლარი. აი ეს ასე ვთქვათ ფოკუსი როგორ ჩავატარო, ოღონდ ისე რომ არც მოსწავლეები არ დაზარალდნენ. ანუ აქ არ ვამბობთ ჩვენ რომ მოდი როგორ გახდეს მასწავლებელი ისე რომ ფული მოიხვეჭოს. ფინანსები ძალიან მნიშვნელოვანია და ფინანსები, ანუ ფული უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რამდენად კარგად ასწავლით თქვენ და შესაბამისად თუ სწორი სტრატეგიები და მეთოდები გექნებათ, მე ვფიქრობ, რომ მარტივად ვიტყვი, ფულიც ექნება მასწავლებელს. ახლა რა უნდა ქნას სოფელში ადამიანმა, რომელსაც უხდიან 70 ლარს ძლივს და ისიც არ მოუტანიაო ამბობთ. აქ საქმე ის არის, რომ აუცილებლად უნდა ეცადოთ, რომ გყავდეთ ჯგუფები. აქ ინდივიდუალური მეცადინეობა უნდა გამორიცხოთ ჩემი აზრით. თუ თქვენ ჯგუფებს არ შექმნით, მაშინ ძალიან დიდ დროზე გადანაწილდება თქვენი ენერგია და გადაწვა და გამოფიტვა გელოდებათ. შეიძლება ეს, რასაც ვამბობ, ქალაქის მოსწავლეებზეც იყოს და ქალაქში კიდე სხვა თბილისში ან სხვა ქალაქებში სხვა მოთხოვნები არის და იქაც მასწავლებლებს სჭირდება ფინანსები, მაგრამ თუ ისეთი კონტინგენტი ყავს, რომ ნაკლებად გადახდის უნარიანია, რადგანაც კონტინგენტი ნამდვილად იყოფა გადახდის უნარიანად, ნაკლებ გადახდის უნარიანად და მაღალ ანაზღაურებადად და აი ზუსტად ის სოციალურ ქსელებში პოზიციონირებაც მაგისთვის არის საჭირო, რომ თქვენ მაღალ ანაზღაურებადიც გახდეთ და სხვა აუდიტორიას
ანუ სხვა მოსწავლეებს დაგაკავშიროთ. სოფლებში და პატარა ქალაქებში გამოსავალი არის ის, რომ ერთი ონლაინ სწავლებას დაეუფლოთ და ონლაინ ასწავლოთ და შექმნათ ონლაინ ჯგუფები, მაშინ ანაზღაურება შედარებით მეტი იქნება და მეორე აუცილებლად სტრატეგია უნდა შეიმუშაოთ, რომ შექმნათ თქვენ ადგილზე ჯგუფები. აი, ამბობთ თქვენ სახელი არ წერია ისევ სოფო ხართ მგონი თუ სწორად მახსოვს, არ ვიცი. ზუსტად ასე ვარ, ძალიან ვიღლები და ვიხარჯებიო. დიახ, და 70 ლარი ყოველ საათში თითო ცალ-ცალკე მოსული მოსწავლე არის ესე იგი მასწავლებლისთვის ტანჯვა. ამიტომაც უნდა ჯერ ჩაიდეთ ასეთი გონებაში ასეთი აზრი, ანუ სტრატეგია შეიმუშავეთ, რომ ჯერ მოდი ეს მოსწავლეები დავაწყვილო, ანუ წყვილები შევქმნა. ან ცოდნის დონით უნდა ემთხვეოდნენ, ან კლასით უნდა ემთხვეოდნენ. რაიმეთი უნდა დაამთხვიოთ, ანუ საერთო რაღაც აუცილებლად ექნებათ ამ მოსწავლეებს და უნდა დაამთხვიოთ და უნდა შექმნათ წყვილები. პირდაპირ რომ შესთავაზოთ, თუ ეს 70 ლარიანი ინდივიდუალურები ყავთ, პირდაპირ რომ შესთავაზოთ ჯგუფში არის ახლა ხვალიდან სწავლა და ისევ 70 ლარს იხდით და ჯგუფში მობრძანდითო, ეს რა თქმა უნდა დაგაზარალებთ. ამიტომ უნდა უთხრათ, რომ აი ახალი სასწავლო წელი მოდის და ეს სტრატეგია უნდა შეიმუშაოთ და დაფიქრდეთ, რომ უნდა უთხრათ, რომ შარშან ინდივიდუალურებს კი გამეცადინებდით, მქონდა გაკვეთილები, მაგრამ წელს შევცვალე ჩემი სწავლების გინდათ სტრატეგია დარქვით, გინდათ მეთოდიკა და მე წელს გადავწყვეტე რომ არ გადავწყვეტე არა პირდაპირ უნდა უთხრათ წელს მეყოლება ჯგუფები და წყვილები თქვენ რადგან ინდივიდუალურად იყავით ესე იგი იქნებით წყვილში ანუ ორი წევრი იქნება ჯგუფში ფას შეგეკითხებიან იგივე იქნება წყვილებში იგივე იქნება ფასი რადგან 70 ლარი დაწერეთ მოდით 70 ლარს ვიტყვი თუ ორ მოსწავლეს დასვამთ ერთად უკვე არის 140 ლარი და უნდა უთხრათ რომ წყვილებში იქნება 70 ლარი ფასი იგივე დარჩება თუმცა დაემატება რაც წეგან ვიფიქრე ვისაუბრე ერთი რაღაც უნდა შესთავაზოთ ან შეიძლება არც შესთავაზოთ რადგანაც ორი მოსწავლის მეცადინეობა და ერთის თითქმის თანაბარია და ასევე მექნება ჯგუფი სადაც ჯგუფში 6 7 და 8 მოსწავლეა და იქ ფასი იქნება 50 ლარი. მე ამ ფასებს ვამბობ პირობითად, რადგან 70 დაწერეთ მაგალითისთვის. ანუ არ ვამბობ, რომ ამ ფასად უნდა ასწავლოს ყველა. ესე იგი, მე მყოლია 10 წევრიანი ჯგუფებიც და 8 წევრიანი ჯგუფებიც და ყველას ისე ვასწავლდი როგორც ერთს. ოღონდ ამის მართვის მეთოდები უნდა შეგეძლოთ. ჯგუფის მართვის მეთოდები, როგორც რომ ასწავლოთ ისე როგორც ერთს. და შესაძლებელია ეს ნამდვილად. შეგიძლიათ ესეც ხელოვნურ ინტელექტს კითხოთ, შეგიძლიათ YouTube-ში მოიძიოთ, აი ეს მართვის სტრატეგიები, ანუ როგორ უნდა ჩაატაროთ 8 მოსწავლესთან ისე გაკვეთილი, მეტნაკლებად ყოველთვის განსხვავდებიან შესაძლებლობებშიც და იმაშიც, რა ქვია, ათვისების ტემპშიც, მაგრამ მეტნაკლებად უნდა განსხვავდებოდნენ. ძლიერი სხვაობების შემთხვევაში შეგიძლიათ უარიც უთხრათ. მოკლედ, თქვენ ეს უნდა გადაიყვანოთ სხვა მხრივ. პირდაპირ რომ ვაიმე 70 ლარზე მეც არ მიხდიან, იმასაც არ იხდიან და ახლა თქვენ წერთ რომ ზუსტად ასე ვარ ძალიან ვიღლები და ვიხარჯები და ანუ გადამწვარი ხართ თქვენ საქმიანობაში აი ეს უნდა შეცვალოთ სხვანაირად ვერ გამოასწორებთ თქვენს მდგომარეობას და თანაც ფინანსურადაც გაიზრდებით, იმიტომ რომ თუ 70 ლარს იღებდით უკვე იმ ერთ საათში 140 ლარს აიღებთ და თუ ვიღაც 50 ლარს გადაიხდის და თქვათ პირობითად 10 მოსწავლე გეყოლებათ, მაშინ 500 ლარს აიღებთ 70 ლარის ნაცვლად. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობას გაძლევთ და რამხელა იმას ცვლის, სურათს ცვლის მთლიანად. ამიტომაც ფასი შეიძლება იყოს ნაკლები, მაგრამ გააჩნია რას ემსახურება ეს თქვენი მიერ შემუშავებული ფასის დაკლება. აი ესეთი ესე იგი სტრატეგიით შესაძლოა რაღაც უკეთესობისკენ მოკეთ დაგეგმოთ და განახორციელოთ. ძალიან ხშირად არის რომ ერთი დონის მოსწავლე არ ჩანს და ჯგუფის გაკეთება ხანდახან შეუძლებელია. დიახ,
და ესიც ისევ სად მივდივართ, რომ ბევრი მოსწავლე უნდა იყოს და არ უნდა ველოდეთ, რომ გამოჩნდეს მოსწავლე. ნახეთ, ესე იგი, არ ჩანს მოსწავლე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ესეთი პოზიცია, ვზივართ და გვაქვს რწმუნებულება, რომ მოსწავლე თავისით უნდა გამოჩნდეს. ხედავთ, მოსწავლეები უკვე თანამედროვე სამყაროში თავისით აღარ ჩნდებიან. თუ თქვენ მიზანმიმართული ნაბიჯები არ განახორციელეთ და არ იფიქრეთ ახლა ზაფხულშივე, საიდან მოვიდნენ ის ერთნაირი დონის მოსწავლეები, როგორ დააყოთ ჯგუფებად, წყვილებში თუ ინდივიდუალურად, რა ფასები განსაზღვროთ, სექტემბერი რომ დადგება, ისევ მოუმზადებელი იქნებით, ისევ არ გამოჩნდებიან მოსწავლეები. ამიტომაც მოსწავლეები კი არ უნდა გამოჩნდნენ, უნდა თავს დაუსვათ კითხვა, რა გავაკეთო იმისთვის, რომ მე მყავდეს ერთი დონის მოსწავლეები, რა მოქმედებები უნდა განვახორციელო, რომ ერთი დონის მოსწავლეები მოვიყვანო, თავისით კი არ გამოჩნდნენ, მე მოვიყვანო, საიდან უნდა მოვიყვანო ეს ერთი დონის მოსწავლეები. მაგალითად, დავპოსტო, თუნდაც ადგილზე ვასწავლიდე, ლოკალურად ვასწავლიდე, დავპოსტო და ვთქვა, რომ ვქმნი მეხუთე კლასელების ესე იგი ძლიერ ჯგუფს ან ვქმნი მეშვიდე კლასელების ჯგუფს, რომლებსაც უჭირთ პროგრამის ათვისება, სასკოლო პროგრამის ათვისება, ორიენტირებული ვიქნები საშინაო დავალებების დახმარებაზე და ასევე პარალელურად, როცა პროგრამას დავეწევით, განვახორციელებ მათი ესე იგი დავეხმარები ინგლისური ენის სიღრმისეულად შესწავლაში, მაგალითისთვის ვამბობ. ანუ თქვენ თუ არ განაცხადეთ, რომ თქვენ ამას ქმნით და აქ უნდა მოვიდნენ, თავისით არ გამოჩნდებიან. აი, ეს მინდოდა მე თქვა თქვენს კომენტარებთან დაკავშირებით. მოკლედ, ამაზე ვისაუბრე, თუ კიდევ რაიმე კითხვა გაგეჭდათ, ან რაიმე პრობლემა გაქვთ და ჩემი საუბარი იმას არ ემთხვევა და შეიძლება იფიქროთ, რომ თქვენ კი ასე საუბრობ კარგად, მაგრამ სინამდვილეში ასე არ ხდება, მაშინ უნდა გქონდეთ ნაცადი იმას, რასაც ვამბობ და მერე კარგი, ესე იგი, მერე თქვენი არგუმენტები თქვათ, რომ მე ასე გავაკეთე, მაგრამ არ იმუშავა. და თუ არ გაგიკეთებიათ, ის უნდა გააკეთოთ, რაც არ გაგიკეთებიათ, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ. ანუ, რადგან იმას ვერ იღებთ, რაც გსურთ, ესე იგი იმას აკეთებთ, რაც სულ აკეთებდით და იმას არაფერი მოაქვს. ანუ, ახლა თქვენი უნდა შეიცვალოთ და ის გააკეთოთ, რაც არ გაგიკეთებიათ და მიიღებთ იმას, რაც გსურთ. აი, ასეთი, ესე იგი, იმას ვიტყოდი, რა ქვია. აზრს, რომელიც შეიძლება გონებაში ჩაიდო, რა არ გამიკეთებია და რა გავაკეთო ახლა კარგით. მოგესალმებით, ნინო მურადაშვილი, ქალბატონო ირმა, დამსწრე პედაგოგებო, ასეთი კითხვით ვარ მოსული. რა სიტყვით ონლაინ სწავლების შემთხვევაში გაკვეთილების ჩაწერაზე, რამდენად თანხმდებიან მოსწავლეები ამ მეთოდს? ონლაინ სწავლებაზე, ნინო, გაკვეთილების ჩაწერასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია და გამოცდილებაც. საკმაოდ დიდი გამოცდილება და შემიძლია ამაზე გიპასუხოთ. ესე იგი, ვერ იქნება ეს ვერც სასარგებლო და ვერც საზიანო. არიან მოსწავლეები, რომლებიც ითხოვენ, რომ ყველა გაკვეთილი უნდა იქნეს ჩაწერილი, რატომ? რომ გაკვეთილზე იყოს მოდუნებული, არ იყოს ჩართული, თან ონლაინ გაკვეთილია და კონცენტრირება საჭირო და ესე იგი, სიზარმაცის გამო, ასე დავარქმევდი, სიზარმაცის გამო უნდათ რომ ჩაწეროთ ის გაკვეთილი და მერე მისცეთ. ეს მოითხოვს ძალიან დიდ შრომას და ენერგიას. მიუხედავად იმისა, რომ ჩართავთ და იწერს რა, მერე რა, მაგრამ როცა მასწავლებელმა იცის, რომ გაკვეთილი იწერება, ეს მისთვის კიდე დამატებითი სტრესია. ამიტომაც და თანაც სასწავლო პროცესს ისე ზუსტად არ ემსახურება. მოსწავლეები თანხმდებიან ან არ თანხმდებიან? თქვენ ამბობთ, რამდენად თანხმდებიან მოსწავლეებიო? მოსწავლეები არაფერს არც დათანხმდებიან და არც შეეწინააღმდეგებიან, გაჩნიათ თქვენ რამდენად ხართ დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებთ. თუ თქვენ გჯერათ, რომ ყველა გაკვეთილი უნდა ჩაიწეროს, აიტვირთოს და მოსწავლე უნდა მიუბრუნდეს და ნახოს, მაშინ შეგიძლიათ გააცნოთ თქვენი პირობა და ის მოსწავლე მოვა მხოლოდ თქვენთან, ვინც ამას დათანხმდება. და ის მოსწავლე არ მოვა, ვისაც არ უნდა რომ ჩანაწერში ჩანდეს.
შესაბამისად, ანუ ეს თქვენზეა დამოკიდებული მასწავლებელზე და არა მოსწავლეზე. დათანხმდება თუ არა, უნდა ჩაუწეროთ თუ არ უნდა ჩაუწეროთ. ჩემი რჩევა თუ ჩემი გამოცდილებიდან ვიძახი რომ ამ გაკვეთილების ჩაწერამ ძალიან დიდი ენერგია და წამართვა და საერთოდ შევწყვეტე ჩაწერა. თავიდან რომ დავიწყე ონლაინ სწავლება, მეგონა რომ ასე უნდა გამეკეთებინა. მაგრამ გამოცდილება მაჩვენა რომ არასწორი სტრატეგია იყო ჩემთვის და სიტუაციისთვის. თქვენს გამოცდილებას შეადარეთ და იმის მიხედვით გადაწყვეტეთ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემსას გიზიარებთ. მე ამ გაკვეთილებს ვტვირთავდი, არავინ არ იყო საერთოდ წინააღმდეგი რომ ჩამეწერა, ყველა თანხმდებოდა, არც სინამდვილეში არც აინტერესებდათ რას წერდი. მე ეს გაკვეთილები უნდა ამეტვირთა YouTube-ის არხზე დახურული ბმულით და შემდეგ ჩათებში ან ჯგუფებში გამეზიარებინა. და ამას უნდა დრო, ლოდინი, გაკვეთილის დროს, ესე იგი, განცდა და მაინც დაძაბულობა და იმის მაგივრად რომ მე ჩემი მთელი ენერგია მიმემართა და დრო მოსწავლის კონკრეტული საჭიროებებზე, მუშაობაში და შედეგის დადებაზე, სულ სხვაგან მიდიოდა ეს ენერგია. ამიტომ რაღაც მომენტში მივხვდი და ჩემ თავს ავუკრძალე, რომ არანაირი ჩანაწერები აღარ იქნებოდა გაკვეთილებზე. მაგრამ რადგან ონლაინ ასწავლით და შესაძლოა გაკვეთილების ჩაწერასაც გთხოვდნენ ისინი, თქვენ შეგიძლიათ ეს უფრო გამართლებული არის და აპრობირებული ვფიქრობ, რომ იმ საკითხებზე, რაზეც გაკვეთილები გაქვთ, თქვენი ტუტორიალები ჩაწეროთ. ანუ თქვენი პატარა მოკლე მიმოხილვები ჩაწეროთ და ისინი გაუზიაროთ. თქვათ თუ ვერ დაესწრო გაკვეთილზე, ხო? და სურს ისწავლოს, დანარჩენი ვარჯიში ის მის პასუხისგებლობა, ხოლო თქვენ ახსნა მაინც გექნებათ, თქვათ present simple-ის, ან ზეცართავის სახელების, ან თქვათ რთული ტექსტი თუ გაარჩიეთ. თქვენი მოკლე ვიდეოები რომ ჩაწეროთ Zoom-ში და ამის ბაზა გააკეთოთ, თქვათ დონის მიხედვით თუ კურსის მიხედვით თუ სახელმძღვანელოს მიხედვით და შემდეგ ერთ სივრცეში მოათავსოთ და იმ მოსწავლეებს წვდომა მისცეთ ხოლმე, ვინც მოვლენ, აი ეს ჩანაწერები კარგი იქნება. მაგ დროს თქვენ ემზადებით, აკეთებთ, ესე იგი, თქვენთვის მონიშნებს, აზუსტებთ რაღაცებს და მე ერთავთ Zoom-ის ჩამწერს, ახლა როგორც ვიწერ ვებინარს და მოკლედ ხსნით და ამბობთ, რაც თქვენ გსურთ გაკვეთილზე, რაც არის სასახსნელი და მე ამაზე ააძლევთ წვდომას და აქ უკვე მოსწავლის პრეტენზიაც აღარ ექნება, მე გამოვჩდები კადრში, ჩემს ლაპარაკს ჩაიწერ თუ არ ჩაიწერო. ამას გირჩევდით ამ თქვენს კითხვაზე. უღრმესი მადლობა, თითქოს მასწავლებლის აზრებს კითხულობთ. ყველაფერი ემთხვევა, რასაც საუბრობთო, ნათია მეუბნება. მიხარია, ნათია, თუ კი ასეთი სიზუსტეა ჩემს საუბარში, თქვენთან მიმართებაში. ანუ მასწავლებლების აზრების წაკითხვა უბრალოდ იმ გამოცდილება მომცა, რასაც საუბრობ და რასაც გირჩევთ, ყველაფერი მაქვს ჩემს თავზე გამოცდილი. ანუ მე არ ვარ თეორიული ტრენერი, რომლებიც რაღაცა საკითხს აიღებენ, მოდულებად დაყოფენ, სახელმძღვანელოდან ისწავლიან, არც ეგ არის ცუდი ინფორმაციის მოწოდების მხრივ და მე არ ვამბობ, რომ ისინი ცუდ რამეს აკეთებენ, მაგრამ ასეთი მიმართულებაც ხომ არსებობს ტრენინგებში. და მე იმას გადმოსცემენ მასწავლებლებს და მე პირიქით ვარ, ანუ რაც კი მაქვს პრაქტიკაში რეალურად გამოცდილი და რამაც იმუშავა, არ იმუშავა, რაშიც გავიმარჯვენ, დავმარცხდი, იქიდან გამომდინარე ვსაუბრობ და ალბათ ამიტომ ემთხვევა ჩემი აზრები თქვენსას. კიდევ რა შეიძლება გააკეთოთ ზაფხულში? პარტნიორობა და კოლეგებთან კომუნიკაცია. ან კავშირი. ეს ცოტა ისეთი საკითხია, რომ ისე როგორ ვთქვა, ჯგუფებში კი ვართ მასწავლებლები, მაინც კოლეგებთან შეიძლება რეალურად გვაქვს კომუნიკაცია, შეიძლება ვიღაცას არ აქვს კომუნიკაცია, მაგრამ არ ვიცი, მე პირადადაც არ ვარ ჩართული ასე აქტიურად სხვა მასწავლებლებთან კოლაბორაციაში, მაგრამ ძალიან კარგი იდეა თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, ამის რესურსი, რომ თქვენს გარშემო შემოიკრიბოთ, გააკეთოთ რაღაც მინი ჯგუფი, სადაც გაუზიარებთ, იგივე Facebook ჯგუფი, ახლა გავაკეთე კიდევ ერთი ახალი ჯგუფი, სადაც ყველა დავამატე, ვინც
ამ ტრენინგით დაინტერესდა Irma for Teachers ასე დავარქვი და მინდა რომ მაგ ჯგუფში აქტიურად ვიყო და აი ასეთი მწვავე და მტკივნეული საკითხები რაც გაღელვებთ და ხშირად კითხვა გაქვთ მაგრამ ქართულ რეალობასთან მორგებული პასუხი ვერ მიიღოთ შევეცდები რომ ასე პატარ-პატარა რაღაც ტრენინგებით თუ ვიდეოებით მოკლედ მოგამარაგოთ იმ გაერთიანებაში რაც წამოვიწყე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ უფრო მეტად განვავცო და ამ კუთხით ვიმუშაო უფრო მეტად რამდენად გამომივა არ ვიცი მაგრამ მოკლედ მეც ჩემ თავს ვავარჯიშებ იმაში რომ რაღაცა სისტემატიურად და სისტემატურად დავნერგო ეს ინგლისურის სწავლება კი გავიგე მაგრამ ესიც ძალიან მომწონს და უზომოდ ბედნიერი ვარ როცა ამბობთ რომ აი თქვენი რჩევა დამეხმარა მიხარია რომ ზუსტად ის თქვით რაც მე მჭირდებოდა მოკლედ აქედან გამომდინარე მე ვგრძნობ რომ ამ სისტემაში ძალიან საჭირო ვარ ასეთი მასწავლებლებისთვის როგორიც თქვენ ხართ ვინც აქ მესწრებით და ამისთვის შევქმენი ეს ჯგუფი კიდევ იმ ჯგუფში მინდა რომ ასეთი რაღაცას დავნერგო რომ მაგალითად შეიძლება მოსწავლეები მოდიან ერთ მასწავლებელთან და ის არ იყვანს ამ მოსწავლეებს ან სურს ონლაინ მოსწავლეები და მასთან სულ ადგილზე მოდიან მოსწავლეები და შემდეგ უარს ვეუბნები. ხშირად მეც მეკითხებიან ხოლმე უარს როცა ვეუბნები, ვინმე სხვა მასწავლებელი ხომ არ იცით, ვისაც გაუწევდით რეკომენდაციასო და მე ასე თქვენ კი ვიცნობ ძალიან ბევრ მასწავლებელს, მაგრამ თუ კონტაქტი არ მაქვს და კომუნიკაცია იკარგება, მე კონკრეტულად შეიძლება არ გამახსენდეს. მაგრამ აი ესეთი საზოგადოება თუ შევქმენი, სადაც მუდმივად ვიგებ თქვენს ამბებს, თქვენ ჩემსას იგებთ, ერთმანეთს უზიარებთ კიდე და თქვენაც გამოგეჩნდებათ ასე მოსწავლე და სხვას შესთავაზებთ და ის სხვა კიდე თქვენ შემოგთავაზებთ, აი ასეთი რაღაცაც ძალიან კარგი იქნებოდა. და რამდენად შევძლებ ამას რომ ეს მოვახერხო, არ ვიცი, მაგრამ სურვილი დიდი მაქვს. ჩაცდა უბრუნდები, გაიხარეთ დიდი მადლობა საუკეთესო რჩევებისათვის. წლებია თქვენს ვებინარებს ვესწრები და ყოველთვის საინტერესოდ საუბრობთ. ბევრი თქვენი რჩევა გამომადგა სასწავლო პროცესში. ძალიან მიხარია, რა კარგია, მიხარია წარმატებები, თქვენს წარმატებები. ესეც რთული საკითხია. მე ვფიქრობ, ძალიან უჭირთ პროფესიულ თემებზე მასწავლებლებს ერთმანეთთან საუბარი და აზრების გაზიარება. აბსოლუტურად გეთანხმებით და ესე იგი მე ვფიქრობ სულ ამაზე და ასე ვფიქრობ ხოლმე და თქვენც ესე იგი მეთანხმებით რომ ყველაფერზე საუბრობენ მასწავლებლები მაგალითად worksheet-ებს უზიარებენ თუ სხვადასხვა რესურსებს უზიარებენ ყიდულობენ ერთმანეთისგან დამუშავებულ მასალებს მაგრამ ასეთ საკითხებზე მე პირადად არ შემხვედრია შეიძლება არიან ვინმე ვინც აკეთებს ასეთ რაღაცებს მაგრამ პირადად არ შემხვედრია და გამიხარდება კიდე თუ სხვაც არის ვინც ასე აკეთებს ძალიან კარგი სურვილია წარმატებებს გისურვებთ ყოველ ჯერზე ახალ ინფორმაციას ვიგებ თქვენგანო ლელიკო თქვენს დიდი მადლობა და მოკლედ ამ ფარგლებში ერთი რომ მინდა რომ ის ონლაინ ჯგუფი იყოს და სისტემატიური გავხადო და ამ ფარგლებში კიდევ თავაზობთ პროფესიო ესეთი იდეა მომივიდა რომ რეალურადაც შევხვდე იმ მასწავლებლებს ვინც კონკრეტულად თბილისში ცხოვრობს მე თბილისში ვიმყოფები და გარდა იმ ონლაინ სივრცისა რეალური სივრცეც შევქმნა ერთ-ერთ პატარა მოკლედ ბიზნეს ქალების ორგანიზაციაში ვარ გაერთიანებული და ისინი აწყობენ ხოლმე ბიზნეს ლანჩს და იმ ლანჩზე სიარულის დროს გამიჩნდა იდეა რომ რატომ არ შეიძლება ესეთი გავაკეთო მეც მასწავლებლებისთვის და სასარგებლო და სასიამოვნოდ გავატაროთ დრო ერთად ესე იგი როგორი ფორმატით არის ეს არის პროფესიული ნეტვორკინგის ლანჩი, ასე ვთქვათ, და იქ არ არის უბრალოდ ყავის დალევა და ჭორაობა. მე როგორც მენტორი თუ წამყვანი როგორც ორგანიზატორი მოკლედ მოვამზადებ აი ასეთ საჭირო თემებს, როგორი თემებს დღეს განვიხილე, რომელიმე ერთ-ერთ თემას, იქაც იქნება ასე 10-15 წუთიანი ჩემი მოკლედ საუბარი, სასიამოვნო გარემოში, კერძოდ კაფეში, სადაც
შესაძლებელი არის თქვათ ყავა შეუკვეთოთ ან თქვენთვის სასიამოვნო სხვა რომელიმე კერძი შეუკვეთოთ და ყავასთან, ტკბილეულთან ან სხვადასხვა კერძებთან ერთად ვისაუბროთ აი ასეთ საკითხებზე და იყოს როგორც სასიამოვნოდ გატარების დრო, ასევე სასარგებლოც. და ალბათ ენერგეტიკულადაც ძალიან კარგი იქნება ერთნაირი იდეებით, ერთნაირი პრობლემებით დახუნცნული ადამიანები ერთმანეთს რო ხვდებიან, იქ სულ სხვა ენერგოველი იქმნება და ძალიან მინდა, ძალიან მსურს რომ ესეთი რაღაც გავაკეთო და თქვენ თუ გაქვთ სურვილი, აქ ვინც მესწრებით, მოკლედ უნდა ჩავატარო ეს შაბათს 11 ივლისს, შაბათს თუ კვირას არის 11 ივლისი. არა, ეს მე შევცვალე თარიღი. ვაი. ერთი წამი ეს არასწორი თარიღი მიწერია აქ. კვირას 5 ივლისს, დიახ, ახლა კვირას 5 ივლისს 13 საათზე. ფორმატი იქნება ცოცხალი მინი შეხვედრა თბილ მყუდრო გარემოში და ფასი იქნება დასწრების 35 ლარი. 35 ლარი არის მონაწილეობის და მერე იქ ვისაც რა სურს, იმას უკვეთავს. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ყავას დანამტვერე შეუკვეთოთ, შეგიძლიათ რაიმე უფრო სუყესადილი შეუკვეთოთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს კერძი. თქვენ მოკლედ მონაწილეობის არის 35 ლარი, დანარჩენი ადგილზე კაფეში ყველა თავისთვის უკვეთავს, ვისაც რა სურს, ის კიდე თავისთვის დამატებითი ხარჯია, ესიც რომ გაითვალისწინოთ, ვისაც ექნება სურვილი რომ მოვიდეს ამ შეხვედრაზე. შეხვედრის ადგილი ახლა ამ წუთას წინასწარ არ ვიცი, შეხვედრის ადგილს წინა დღეს გავაგებინებ ყველას, ვინც დარეგისტრირდება. ადგილები, რა თქმა უნდა, შეზღუდულია, მაქსიმუმ 10 ადამიანი იყოს ჩემი ჩათვლით და შესაბამისად, ანუ 9 ადგილია. მოკლედ, აი ასეთი იდეით დავამთავრებ დღევანდელ ჩვენს შეხვედრას და ასეთ მოკლედ პროფესიულ ლანჩ დეპატიჟებით, რომ მასწავლებლებმაც შეძლონ კომუნიკაციის დამყარება და ნეტვორკინგის მოკლედ შექმნა სხვა სფეროებს თუ შეუძლიათ, რატომაც არ უნდა შეეძლოთ მასწავლებლებს. მოკლედ სიამოვნებით გელით თუ კი ვინმეს გაუჩნდება სურვილი აქ შემომიერთდეს. ახლა პარალელურად კიდევ წავკითხავ თქვენს ჩატში თქვენს მონაწერებს. უღრმესი მადლობა, დიდი მადლობა ქალბატონებმა გამოცდილებისა და საინტერესო გაზიარებისთვის. თქვენს დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა რჩევებისთვის. დასავლეთში ვარ, მარტვილში ვცხოვრობ, სამწუხაროდ ვერ მოვახერხებ, თორე დიდი სიამოვნების. დიახ, ანუ თბილისში ვინც ცხოვრობს, მოკლედ თბილისში მყოფებისთვის არის განკუთვნილი. დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი, თუმცა მთელი ზაფხული გასული ვარ ხოლმე ქალაქიდან სექტემბრიდან არ განაახლევთ მსგავს შეხვედრებს. დიახ, მინდა რომ სისტემატიური გავხადო და ხშირად მქონდეს და ერთმანეთისგან გამომდინარეობდეს ეს შეხვედრები. მადლობა, გულწრფელი ხართ, რაც იწვევს პატივისცემასო. დიდი მადლობა, თეკლა. მოკლედ, სულ ეს იყო რისი მოკლედ შესახებაც მინდოდა დღეს თქვენთან საუბარი, რომ შევაჯამოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულში მოკლედ შეიმუშაოთ ის სტრატეგიები, რაც სექტემბრისთვის გამოგადგება დაგჭირდებათ. ეს არის პირველი აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ თქვენი სოციალური ქსელებისა და თქვენი ციფრული რეპუტაციის, ასე ვთქვათ, ნდობის შექმნაზე. მეორე, ვისაუბრე აქედან გამომდინარე ფასების დარეგულირებაზე და როგორ მოუმატოთ ფასები, რომ იგივე თანხებით არ შეხვდეთ მოკლედ სექტემბერს და უცბად რა ვქნა, პირდაპირ მოვუმატო, დამაკლდეს მოსწავლე, არ მოვუმატო, ისევ იგივენაირად ვიყო, ამ პრობლემის წინაშე რომ არ დადგეთ და მესამე იმედი მაქვს, რომ ისევ გაგრძელდება ჩვენი ესეთი თანამშრომლობა, ჯგუფში ვიაქტიურებ და მეოთხე კიდევ, ანუ ამ რეალურ შეხვედრაზე თუ შემომიერთდებით, გამიხარდება ძალიან. ვისაც გაუჩნდა სურვილი, რომ იქ შემომიერთდეს, პირადში მომწეროთ და დასარეგისტრირებელი თანხა 35 ლარი უნდა ჩარიცხოთ, რომ თქვენი ადგილი დაკავებული იყოს, რადგანაც ადგილები შეზღუდულია და პოსტი ჯერ არ დამიწერია, ჯერ აქ გავაჟღერე და პოსტს რომ დავწერ, ალბათ უფრო სწრაფად შეივსება.
რუსთავში ვცხოვრობ, მაგრამ დაგესწრებითო ამ რიცხვს ვერ ვარხერებ. შემდეგში აუცილებლად დიახ, შესაძლოა ახლა ვერ მოახერხოთ, მერე ამ ამბებს დავდებ რა როგორი იყო და განვიხილავ და უფრო დაინახოთ რა დარისთვის არის და შემდეგ მომდევნო შეხვედრებზე შემომიერთდეთ ხოლმე. თქვენ ძალიან დიდი მადლობა თქვენს წარმატებები ყველას. მიხარია რომ ასეთი პროდუქტიული იყო თქვენს წარმატებები. უღრმესი მადლობა. თუ ვინმეს გსურთ მიკროფონის ჩართვა, ან კითხვა გაქვთ, ან რაიმეს თქმა გსურთ, სიამოვნებით მოგისმენთ. მიკროფონი არ გაქვთ დიანა ჩართული. დიანა მიკროფონი უნდა ჩართოთ. მადლობა მინდა გადამეხადა თქვენს გაბატონებულმა დღევანდელი საღამოსთვის. ნამდვილად ძალიან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა იყო, მე ვფიქრობ. ძალიან მნიშვნელოვანი და პრობლემურ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება და ძალიან პრაქტიკული და კარგი რჩევები მოგვეცით. ვფიქრობ, რომ თუ დავნერგეთ, მართლაც კარგი იქნება ეს ყველაფერი და დიდ მადლობას მოგახსენებთ. ძალიან დიდი მადლობა დიანა, გმადლობთ. მოკლედ, ყველას დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით. იმედია, კიდევ შევხვდებით ძალიან მალე. დროებით კარგად იყავით.